გავიცნობთ დიდი ხანია მთელი ჩვენი სოფელი მაგის მომხრე არის იმიტომ რომ არის საწყალი ხალხის მხარში დამდგომი იცის ყველაფერი პრობლემები ჩვენი არის უპატიოსნესი ადამიანი და ყველა მაგის გვერდზე ვართ როგორც ჩვენ ვიცით 95 100 კაციდან 95 მაგის მომხრე არის მაგის მხარდამჭერი არის და ჩვენ ყველანაირად პატივისცემთ მაგას ის რაც ხდება ახლა ქვეყანაში ეს არის ქართველი ერის გამოღვიძების პროცესი მიუხედავად იმისა რომ გამაღვიძებული იყო თითქოს ამ ერთმა საშინელმა აი საშინელი ფაქტების ჩვენებამ უკვე უცბად გამოაფრთხილა სულ ყველანი გამოვიდნენ გარეთ მთელი საქართველო გარეთ არის დღეს მეტი იქნება ზეგ მეტი იქნება კიდევა და 1 ოქტომბერს ფაქტიურად გაფორმდება ის რაც დღეს უკვე გადაწყვეტილია ეს არის ჩვენი გამარჯვება უკვე ჩვენი გამარჯვება თქვენთან ერთად ხალხის გამარჯვება ეს იმიტომ რომ ხალხმა შიში გადალახა რითაც ესენი ბატონობდნენ თქვენზე აი ეს გადალახეთ უკვე ვინც დღეს კიდე გაბედავს უბრალოდ რომ გონებაში გაივლასო ხუთიანი შემოხაზას 1 ოქტომბერს მაპატიეთ და ის იმ ჯარათებზე უარესია ორი ხარ გაცილებით უარესი არის იმიტომ იმათ შეიძლება ვიღაც ავალებდა და ეს ვინც შემოხაზავს იმას ესე იგი მხარს უჭერს აი მათ წამებას თვითონ თავის ხელითაც აწამებდა ოღონდ შიშარაია და იმიტომ ვერ აკეთებს მაგას ნახევარი ხევი ციხე გამოვლილია უკვე მაგათ ხელში სულიად უბრალო რაღაცებს და ღმერთმა უწყის են როგორ ნაწამები არის დამთავრდა ეს ამბავი ვინც დღეს ხმას ამოიღებს რომ ხუთიანი უნდა შემოიხაზას აი აქ თქვენთანა პასუხი უნდა აგებინათ უნდა უთხრათ პირში რომ სუფრაზე ჩემთან ვერ დაждები შენა იმიტომ რომ შენ ხარ მანიაკი უკვე ჩვეულებრივი მომხრე და მოწინააღმდეგე კი არა ხარ მანიაკი ხარ უკვე რახან მაგ ხელისუფლებას ხელს უჭერ ხარს უჭერ ამიტომ დღეიდან აი ამ სოფლიდან პირველად ვაცხადებ მე აი ამ კეთილ მართლა პატიოსანი ხალხის სავსე სოფელში რომ დღეიდან ხელს ვიწყებთ არა მოგებაზე და არჩევნებზე ლაპარაკს დღეიდან იწყება მოძრაობა არც ერთი ხმა ნაციონალებს არც ერთი ხმა საერთოდ ხევიდან არ უნდა წავიდეს ნაციონალებთან სულ ყველამ გაიგას ესა რომ ხელში ვაჟკაცი წესიერი პატიოსანი და ამაყი ხალხი ცხოვრობს რომელიც მაგ სიგიძურეს შეეწინააღმდეგე მშვიდობა იყოს ძმას ძმის სისხლი აღარ დაეღვაროს პირველ რიგში ეს არის აუცილებელი და ვინც დღეს მთავრობაშია იმანვე უნდა შეუწყოს ამას ხელი თორე ხალხის განაჩენი სასტიკი იქნება ყოველთვის ასე იყო და იქნება და მოხდება წავიდნენ კაცო მოვაცხო და ალბათ ის მიხედავს აი მას ვეთყუდი არც დასამალია ესა და არც მასაფერებია და არც მასაგერები ის ჯალათ იგივე სააკაშვილი არის ის ვინც ხუთიანს ხაზავს იგივე სააკაშვილია და იგივე თანამონაწილეა იმ ბიჭების შეურაცხყოფის მოხდით რა ეს არის ღირსების საკითხი რა და უნდა დამთავრდეს ამ ნაძირლების პარპაში იმედია ილუზო რომ მშვიდობიანად პირველში წავიდნენ თუ არა და მე სხვანაირად იქნება ეს უკვე ღირსების საკითხი